იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებას შეიქმნას სწორი, გამართული და ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საზოგადოება ენდობა. დღეს ეს ნდობა არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე არის თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონფერენცია მოსამართლეების 7 ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები გახლავთ ჩამოსული საქართველოში, იმისთვის რომ დიალოგი შედგეს მათსა და ჩვენს მოსამართლეებს შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ეს გახლავთ მოსამართლეებისთვის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა, მანამ სანამ ისინი დაინიშნებიან სამუდამოდ თავიანთ პოზიციაზე. როდესაც 3 წელი არის გამოსაცდელი ვადა, ეს გულისხმობს იმას, რომ სასამართლო სისტემაში უნდა არსებობდეს შეფასების სისტემა. ის მოსამართლე, ვინც 3 წლის მანძილზე კარგად იმუშავებს, დაინიშნება 3 დღემშიოთ და ვინც ვერა, ის ვერ იქნება დანიშნული. ეს სისტემა სხვა ქვეყნებში მოქმედებს და იმ 7 ქვეყანაში, სადაც შეფასების სისტემა მოქმედებს მოსამართლეებისთვის, მოვიწვიეთ მოსამართლეები, ვინც აფასებს სხვებს, ვინც ყოფილა შეფასებული, რომ გითხრას როგორ კეთდება ეს და როგორი სისტემა იქნება ჩვენთვის გასაზიარებელი, მისთვის რომ ქართველი მოსამართლეები დიახაც უნდა შეფასდნენ, მანამ სანამ 3 დღემშიოთ დაინიშნებიან და გადაწყვეტენ ადამიანების ბედს.